წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავენ მერობის კანდიდატები, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვარლამ ციკლაურის, სოფლების ანდრიაწმინდის, ანდისა და წყორძის მცხოვრებლებს შეხვდა. მერობის კანდიდატმა ადგილობრივებთან ერთად სამომავლო გეგმებზე იმსჯელა და დაპირდა, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში მოსახლეობის პირობების გაუმჯობესება და მათი აზრის გათვალისწინება გადაწყვეტილების მიღების პროცესში მისი მთავარი ამოცანა იქნება. აქცენტი გაკეთა იმ პროექტებზეც, რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდა. მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მოეწყო რეკრეაციული ზონები, გაიხსნა ამბულატორიები, აშენდა ახალი საბავშვო ბაღები და სკოლები. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გავმართე ანდის, ანდრიაწმინდისა და წყორძის მცხოვრებლებთან. ძალიან საინტერესო შეხვედრები შედგა, ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ამ სოფლებში აქვთ და ვისაუბრეთ ასევე სამომავლო გეგმებზე და იმ პროექტებზე, რომლის განხორციელებასაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში ვიგეგმავთ. მთელი სოფელი გვერდში უდგევართ ჩვენ ვარლამ ციკლაურს, იმიტომ რომ ადამიანი არის, რომელიც რომ ქვეყნისთვის მართლაც პატრიოტი ადამიანია. ასეთი ადამიანები იშვიათი იბადება, იმის მშობლებიც ვიცი, იმის მამა, პაპას და წარმომავლობაც ვიცი, რომელიც რომ ადამიანია და ამ ქვეყანას, ამ ჩვენ ლამაზ კუთხეს მიხედავს. დაბადებული მესხეთში გაზრდილი, რომელიც რომ იმედი და გქონდეს ყველას, რომ მიხედავს ჩვენ